ვიწყებთ. გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან არის ანდრი თავდგირზე და დღეს ვისაუბრებ თუ როგორ დავიწყოთ ვარჯიში ტურნირს. პირველ რიგში მე გაგიზიარეთ ჩემ პირად გამოცდილებას და საერთოდ რის გამო გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა. პირველ რიგში იმის გამო რომ ხარი დავიზიანე რამოდენიმე ხნის წინ და ამ ხრის დაზიანებამ ხელი შემიშალა, რადგან ვარჯიშის გაგრძელება მინდოდა ტკივილის გამო ვერ ვაგრძელებდი. ეს ყველაფერი არასწორი ტექნიკის ვრალი იყო. და ამიტომ დღეს ზუსტად გავშლით თლიანად ტურნირის ვარჯიშს და როგორ დავიწყოთ ამ ყველაფერს გავიგებთ ვიდეოში. ეხლა კი გადავიდეთ თავარს. ტურნირის დაჭერა უნდა იყოს კომფორტული და სტაბილური. ხელისგულები მთლიანად უნდა ეხებოდეს ტურნირს, წერტითი აუცილებლად ტურნირის ქვემოთ მოაქციეთ, რათა ხელი უფრო მყარად ჩაეჭიდოს. ეხლა გადავიდეთ თუ როგორ დავიჭეროთ ტანი სწორად და გამართულად. თავი არ უნდა იყოს ხელებს ქვემოთ მოქცეული, ამასაც დეტალურად ავხსნე რა თქმა უნდა და ტანი უნდა იყოს სწორად თავის სისტორეზე და თავი ოდნავ უკან, ხრები გაშლილად და არ უნდა ვიყოთ უბრალოდ ჩამოკიდებული რა ეს არაფერს არ ცვლის და არც გვეხმარება არაფერს. ნახეთ, სხეული უნდა იყოს ერთ ხაზში, მუცელი შეკრული და წელი ოდნავ შიგნით მოქცეული. ფეხები ერთად და თითები გაშლილი. ეს უნდა გამოიყურებოდეს. გადავიდეთ იგივე აქტიური ჩამოკიდება. არ უნდა ვიყოთ პასიურად, რადგან ეს ჩამოკიდება ჩვენ არაფერს არ მოგცემს და ვერც აწევას ვერ ვისწავლის და ვერავის. ამიტომ კარგად მოჭიდებული, ხრები უკან, თავი სისწორეზე და მუცელი შეკრული, ფეხები გასწორებული. და ესე უნდა ავიდეთ. ტანი აუცილებლად უნდა დავიჭიროთ ეს. ეხლა კი გადავიდეთ ავსტრალიურ აზიდოზე, რომელიც ძალიან კარგი ვარჯიშია დამტყევებისთვის, რადგან ის გავარჯიშებს ზურგსაც და ხელებსაც ძალიან კარგად და უფრო ნაკლებ სხეულის წონას იყენებს, მაგრამ იგივე ფუნქცია აქვს რაც ტურნირს. უბრალოდ ნაკლები სხეულის წონა და მეტი არაფერი. მოდი ეხლა გაჩვენებთ თუ როგორ შევასრულოთ იდეალური ავსტრალიური აზიდვა და მე დეტალებში გავშლით. ასევე შეგვიძლია შევცვალოთ სხვადასხვა ვარიაციებით. სხეული უნდა იყოს ნახევრად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ხელები არა ხრისკენ, ანუ არც ესე არ უნდა გავაკეთოთ და არც ოდნავ ქვემოთ. ჩათვალეთ, მკერდი უნდა მიაბათ ხელებს. და ავდივართ ეს. მაქსიმალურად ვუშაობ კერძზე, ტანი სწორად უნდა დარჩეს აუცილებლად, რადგან ესეთი ჩავარდნები არ გვინდა და არ ძალიან ესეთი სისტორეზე ტანი ვაკონტროლოთ და მკერდი ოდნავ შევახოთ. ესა. ეხლა კი გადავიდეთ ჩემს საყვარელ ვარჯიშზე, არა მარტო ტურნირთან, არამედ ნებისმიერთან ნეგატიურ ვარჯიშებს. რაც არის უკვე დამოკიდებული ჩვენს ნეგატივს. თუ ბევრ ნეგატივს გავაკეთებთ, აუცილებლად მივიღებთ პოზიტიურ შედეგს დამიჯერეთ ეს, რადგან ჩემ თავზე გამოვცადე პირადად. ვდგებით დაბალ ნაწილთან ტურნიკის და ვცდილობთ ჩვენი ახტომიდან რამოდენიმე წამი გაჩერებას. თუ გაჩერება არ შეგვიძლია, მაშინ ნელა ვცდილობთ მაქსიმალურად ნელა ჩამოვიდეთ. და ვიმეორებთ იგივეს. ეს შეიძლება გააკეთოთ უკვე პროფესიონალი ათლეტების, რომელსაც ცალ-ხელზე სწავლობენ ავსტრალიის ტურნირზე, ისინიც იგივეს იმეორებენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ნეგატიური უცადოთ, სანამ მივიღოთ პოზიტიურს. ეხლა კი გაჩვენებ თუ რა და რა რაოდენობით უნდა შევასრულოთ და რომელ დღეებში, ამას თქვენითაც დაალაგებთ უკვე, რადგან წინაზე მკერდი გავაკეთეთ, ეხლა უკვე ზურგზე ვიმუშავეთ და თამამად შეგვიძლია უკვე ნელ-ნელა თავად დავაწყოთ რაღაცები. მოდი ეხლა გადავიდეთ პირდაპირ ვარჯიშებს. ესე იგი, ვეცადოთ, რაც ვისწავლეთ ტექნიკა, აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ხელები კარგად ჩავჭიდოთ, ხრები მაქსიმალურად ტანი სწორად. ესეთ პოზიციაში ვეცადოთ, რომ 45 წამი გავჩერდეთ მაინც. და ავეთავოთ ეს 45 წამი. ავხტებით, ვსდით და მაქსიმალურად ვესწრებით, რომ გავჩერდით. შემდეგი უკვე მოდის ფრთების გაშლა, ესე ვეძახით.
რომელიც იგივეში მდგომარეობს, ისევ ამ პოზიციაში უნდა დაუბრუნდეთ და მე ჩათვალეთ, რომ ფრთები უნდა შეაერთოთ ერთმანეთს. შემდეგი ვარჯიში მოდის ავსტრალიური აზიდვები. 3 სეტი 8-დან 12-მდე შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, მაგრამ თუ ეს მარტივი იქნება თქვენთვის, შეგვიძლია შევცვალოთ, წეღან როგორც გაჩვენეთ, ბიცეპსზე გადავიდეთ და ესე შევასრულოთ 3 სეტი. ბოლოს უკვე მიმოდის ნეგატიური, რაც აუცილებლად მაქსიმალურად უნდა ვეცადეთ რომ გავაკეთოთ რა. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშია ნეგატივი. ამიდევთ გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე იყავით ძლიერი და მომთვენები, ყველაფერი გამოგივა.